აგვისტოს ომის მერე აი წლებია ძირითადი დავა ამ მოვლენების გარშემო მიდის რა ფორმატში რა მაგაზე ვიდეოც დავდეწევ და ანუ მიდის განხილვა როგორ იცი აი ვინ დაიწყო პირველი ომი ანუ პატრიოტიზმის მარკერად გამოცხადებულია რომ შენ თუ ამბობ რომ დაუშვათ პირველი ქართველებმა დაიწყეს მოღალატე ხარ თუ ამბობ რომ რუსები შემოვიდნენ მაშინ ახარ პატრიოტი და აი ამ თემის გარშემო მიდის სულ განხილვა რა და მე ნერვები ყოველთვის რაზე მეშლებოდა იცი რომ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ეგ რატო არის მთავარი საკვანძო საკითხი მე ეხაც მგონია რომ უფლება მაგალითად აი უფლების დონეზე საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საბრძოლო მოქმედებების უფლება ყოველთვის აქვს, ეხაც აქვს, უბრალოდ თავი აქვს თუ არა, ეგ არის მნიშვნელოვანი და ჩემთვის ყოველთვის იყო მთავარი კითხვა, არა ის ვინ დაიწყო ომი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო რატო წავაგეთ. ანუ საქართველომ 2008 წლის მერე წესიერი ანალიზი და მათ შორის საჯარო დისკუსიაც იმაზე რატო წავაგეთ მაგაზე არ მომხდარა და აი რომ დაუბრუნდეთ თვითონ აგვისტოს ომის თემებს რა რეალურად ერთ დღეში მოხდა საქართველოს შეიარაღებული ძალების როგორც ერთიანი სისტემის კოლაფსი ანუ შენ რასაც ამბობდი რომ აი სამხედროებს ერთმანეთთან კავშირი დაეკარგათ, ვიღაცები ტრიალ მინდორში დატოვეს. ეგ ყველაფერი არის ჯამურად, ეს სისტემურად აღწერილი აი ამ წინადადებით. ერთ დღეში ქართული ჯარი, როგორც ერთიანი სისტემა აღარ არსებობდა და რა იყო მაგის მიზეზი, მოდი მაგასაც ვიტყვი 1-2 სიტყვით რა. ეხლა ძალიან ბევრი მსჯელობა არის იმის გარშემო, რომ უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ყველაფერი იცოდნენ და შეგნებულად გააკეთეს ეგ თუ დებილები იყვნენ და ილუზიაში იყვნენ და აი ესეთი დონის დებილები იყვნენ და მაგაში კი არ შევდივარ, აი ეგ უმაღლესი ზედა ეშელონი, ანუ მიშა და მაგის რამდენიმე მინისტრი რო გამოურიცხოთ რა. აი მაგის ქვემოთ საინფორმაციო დონეზე სურათი იყო შემდეგნაირი. აი შენ რაც გაიხსენე ყურაშვილის თემა, რომ ჩვენ ვიწყებთ კონსტიტუციური მართლწესრიგის აღდგენის ოპერაციას. ეგ იყო როგორ გავრცელებული, რომ რუსები არ ჩაერევიან და უნდა მომხდარიყო, აი გეტყვი რა, აჭარიდან რო გაიქცა ასლანი, მაგისი უფრო ხისტი მაგრამ დაახლოებით რაღაც ეგ ვარიანტი უნდა ყოფილიყო რა. მათ შორის წინა დღეებში გადმოცემდნენ რომ აი ცხინვალიდან ყველა გაიქცა, რუსები არ ჩაერევიან, აი იმის გარშემო არის რომ აი რუსის ჯარი შემოვიდა ჯერ და მერე დავიწყეთ პასუხისგაცემა, ხო? აი 7-ის კადრები, როცა მართლა ყურაშვილი გამოდის და ამბობს, რომ კონსტიტუციური მართლწესრიგის აღდგენის ოპერაციას ვიწყებთ. რუსის ჯარი თუ არის შემოსული, მაგას რატო არ გვეუბნები? ეგეც ხო კითხვა არის, რომელსაც არავინ არ სვავს, ანუ თუ ის ვერსია არის მართალი, რომ 7-ში უკვე შემოსულები არიან და მაგის საპასუხოდ ვიწყებთ, ხო? მაგრამ ეგეც რო ჩავხსნათ მე ეგ უკვე თქვი და ახლა კიდე ერთხელ გამიმეორებ რომ დაწყების უფლებაზე კი არა მაქვს საუბარი. აი ეგ ილუზია რაც შექმნეს სანამ მოხდებოდა ეგ ყველაფერი ცხელფაზაში გადავიდოდა. ცხელფაზაში დიდი ხანია იყო პერიოდულად სროლები ხდებოდა, მაგრამ მასშტაბური ომის ფორმატში. ეგ იყო რაც მათ შორის ესმოდა ჯარს, რაც ესმოდა მოსახლეობას და ოღონდ მანდაც ძალიან ისეთი კითხვებია რა. ჯარი რომელიც აქ შემოვიდა 8-ში უკვე. ეგ იდგა კავკასიონის იქით გვირაბთან და წვრთნებს გადიოდა მაგ სცენარით რომ საქართველოში როგორ უნდა შემოვარდნენ და ეგ ჩვენმა
დაზვერვა მიცოდა. მაგრამ აი ხა ამ ყველაფერს რო ყვები კიდე თავიდან აი იმდენი რაღაცა არის და აქ კიდე ერთხელ უბრუნდები მთავარ პრობლემას რა. საქართველოში არ მომხდარა აგვისტოს ომის ანალიზი რა კუთხით. როგორ უნდა ააწყოს საქართველოს თავისი შეიარაღებული ჯარები, რომ ერთ დღეში აღარ დაგვეშალოს თავდაცვის სტრუქტურა როგორც სისტემური ერთეული. რამე მაგაზე დასკვნები გაკეთდა, რავი, ჯერჯერობით დიდად არ ეტყობა. ზუსტად აი ამის გარშემო მინდა რომ დისკუსია მიდიოდეს რა. ვინ დაიწყო მიკი არა, რატო წავაგეთ, რანაირი ჯარი უნდა ყავდეს, რომ ერთ დღეში არ დაგვეშალოს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, საერთოდ არ მოვხვდეთ მაგ სიტუაციაში, როცა ვიცით, რომ ომის თავი და რესურსები არ აგვაქვს რა. აი მაგაზე სანამ არ წავა დისკუსია, მანამდე დიდად არაფრის ოპტიმიზმით ვერ გამოვირჩევი რა. არიან ადამიანები, ვისთვისაც დღევანდელ ვითარებას 2008 წლის ვითარება ჯობია. მაგალითად ასეთი არის თამარ შერგოლაიშვილი, რომელმაც ეგ პირდაპირ აღიარა, რომ ამ ვითარებას ის მდგომარეობა ჯობდა დებატების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს საზღვართან გაქცეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვრცელი სია. ეს სია ძალიან ვრცელია, იმ სიაში ისეთი ადამიანების სახელი და გვარებიც იკითხება, რომლებიც დღეს გულზე მჭიღისცემით ლამის უკრაინის ომში აპირებენ მონაწილეობას, როცა თავის ქვეყანა ომში რო იყო, მაშინ გარკვეულ. მან ერთ რაღაცას დავამატებ კიდე, რომ ეგ სია რაც არის წითელი ხიდისკენ გაქცეულების. ეგ სია არის ის ნაწილი კიდე ეგ სრული სია არ არის, რა თქმა უნდა. ეგ არის რაც დოკუმენტის სახით. სინამდვილეში ვისაც შეეძლო და ვისაც ფინანსები მიყვებოდა და ასე შემდეგ, ყველამ თავზე ქუდი დაიხურა, აიკრიბა გუდანაბადი ოქრო ვერცხლი და გაიქცა და არავის არ აინტერესებდა საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები რა დღეში ჩავარდებოდნენ და აქ რა სურათი შეიქმნება, აქ რა ვითარება შეიქმნებოდა საერთოდ და ვის უტოვებდნენ თავიანთ მოსახლეობას. ნუ ერთი არის ჩერგოლეიშვილი და მეორე არის კიდე გია ბარამიძე, რომელმაც ისეთები ელაპარაკა, რაც არ ვიცი ალბათ ყველაზე უგუნურ ადამიანსაც კი არ შეგვიძლია. ბაქრაძე მე მგონი, ანუ ბარამიძე. ბარამიძე. მოდი მოვისმინოთ ეს კონკრეტული განცხადება და მე გავაგრძელოთ საუბარი. აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავთ. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხორეთოდნენ ჩვენები. ანუ იმის რატომ იყო ეს აუცილებელი? აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ მიმცხრეთ და ეხლა იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა იქ დისციპლინა იყო. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. ძალიან საინტერესო რა არის, იცი? ამათი ფლანგი ეხა როგორ აყენებს იცი საკითხს, რომ ანუ ამან დააზიანა საქართველოს ინტერესები და იმან არაო თქვენ რო ამბობთ, რომ ომის დაწყების მომენტი ჩვენი მხრიდან არისო. პრობლემა რა არის, იცი? აი ამათმა ჯერ ომის დაწყების თემაზე საქართველოს რო გადაიყვანა ეგ საბრძოლო მოქმედებებში, ამათმა მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი. ანუ მან და აწიხა რას ვილაპარაკებთ, მე რას ვიტყვი, შენ რას ვიტყვი, მაგათ მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ ამათ ტალიავინის დასკვნას, რომელზეც ხელი მოაწერეს, თვითონ აღიარეს, რომ პირდაპირ ესეთი ფორმულირებაა, რომ ფართო მასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიყვანა ქართულმა მხარემ. ანუ აი ამან, ამისმა პრეზიდენტმა და ამისმა მთავრობამ მაგას ხელი მოაწერა. და ეხა დარბიან და ვინ დაიწყო ომი, დებილო შენა. შენ გააფორმე უკვე ეგრე, შეგვეტენა ეგ თემა და აწი აღარა აქვს მაგაზე დავას აზრი. ეგ ერთი.
და ამიტომ უკვე შეგიძლია რომ მაგ თემაზე ობიექტური რეალობის კუთხით ილაპარაკო და არა იმ კუთხით რა გვაწყობს, იმიტომ რომ გააფორმე ხელი. და ეხა რასაც ლაპარაკობს კიდე ეს, ხო? მანდაც ომი ისეთი რაღაცა არის, ორივე მხარეს რაღაც ექსცესები ხდება, მაგრამ შენ როგორ შეიძლება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელზეც შეიძლება მე ვიღაცა მიუთითოს და თქვას, რომ აგერ აღიარებთ ჩვენება. ეს ტექსტები ლაპარაკო და ხელში კოზირი მიცე კიდე სხვა მხარეს. ისე როგორც როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან წავიდა ოფიციალური განცხადება, მგონი Human Rights Watch-მ გამოაქვეყნა კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ, ხო? ეგეც ამბავი არის მოგვიანებით. მთელი პარადოქსი რა არის, იცი რომ აი ეს ფლანგი რაზეც დარბის და მაგას როგორ ამ ბიჭო ყველა მაგ თემაზე რითიც მე საქართველოს უტევენ ყველა ბერკეტი იმ ხარეს გაუფორმეს ამათ დოკუმენტალურად გაუფორმეს ხელი მოუწერეს თავისი განცხადებებით გააფორმეს და ეხლა დარბიან და შენ გიტევენ აქეთ რომ მაგას როგორ ამბობ ბიჭო ერთ-ერთი მაგალითად შერგოლეიშვილთან დებატების თემაში ის ხო იყო რომ რავი 2008 წლის მდგომარეობა ჯობია ეხანდელსო და ჩემი აზრით აი ოცნების პროპაგანდა ვისაც აბარია მაგალითად გამოშტერებული ხალხი რატო არის იცი აი მაგ მონაკვეთს არ მოკიდეს ხელი არა და სინამდვილეში ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ამ ნაცური ფლანგის კუთხით ჩერგოლეიშვილი ხო სპეციფიკური არსება არის რა ანუ დანარჩენებს ყოფნით ხოლმე იმის ტვინი რომ ეგეთი რაღაცა პირდაპირ ტექსტით არ ელაპარაკონ მეორე კიდე რა არის მნიშვნელოვანი მან იყო ეგეთი არგუმენტი რომ აგვისტოს ომში ხო ნაკლები დაუკარგეთ ანუ ის რომ ერთ დღეში ჩამოგვეშალა სამხედრო სტრუქტურა ამ ფლანგს გონია პოზიტივი. ანუ აფხაზეთში, რომელშიც აი ბევრად უფრო ესეთი სიტუაცია იყო რა. ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მიდიოდა, მომარაგების, რაღაცა სამხედრო დისციპლინის კუთხით ძალიან პრობლემები იყო. იქ მოხერხდა, რავი, ერთ დღეში არ ჩამოშლილა სტრუქტურა რა და მაგითი დავიწყე რა მოდი აი პირველი რა დასკვნაც უნდა გავაკეთოთ აგვისტოს ომიდან ყველაფერს რო თავი დავანებოთ ქართულ ჯარს რანაირად უნდა მიუდგეთ რომ ერთ დღეში აღარ დაგვეშალოს აი ეგ არის მინიმუმი რა ეგ საერთოდ არ ითვალისწინებს როგორ დავას იცი აი მე რო შეიძლება შეხვიდე ადამიანთან რომ შეიძლება თუ არა თავიდან აცილება ვიღაცა ხო ამბობს რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება არ შეიძლება თუ გადაწყვიტეს შემოواردებიან ხო ვიღაცა ფიქრობს რომ არა შეიძლება დიპლომატია აი ეგ საერთოდ რო გვერდზე გადავწიოთ უბრალოდ ჯარი რო ერთ დღეში არ დაგვეშალოს რა უნდა გავაკეთოთ აი მაგაზე მაინც რო ვიმუშაოთ რა ქვეყანა